მარიზი კობახიძე მინდა წარმოგიდგინოთ დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, ახლა ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და ძალიან დიდი მადლობა იმ გამბედაობისთვის და არ ვიცი, აი იმ სიტყვებისთვის, რაც მთელმა საქართველომ მოისმინა თქვენგან და არ ვიცი, მე შეიძლება თუ არა არსებობდეს ადამიანი, ვინც თქვენი ინტერვიუ მოისმინა სასამართლო პროცესის შემდეგ და არ შეძრას თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ დიახ, აი ეს არის იმ დედების სახე, რომლებიც ზრდიან შვილებს, ვინც საქართველოს თავისუფლებას, საკუთარი ქვეყნის მომავალს თავისი სიცოცხლის, თავისუფლების ფასად იცავენ, ხო? იმიტომ რომ ადამიანები, ვინც გამუკეტილები არიან ციხეში თქვენი შვილის ჩათვლით, ისჯებიან მხოლოდ ამიტომ, რომ მათ უყვართ თავისი ქვეყანა. რა შეგიძლიათ თქვენ თქვათ აი ამ თქვენი განცდების შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში, რასაც უყურებდით სასამართლო პროცესებზე და არ ვიცი, როგორი საყურებელი იყო გუშინ შემდეგ აი ამ რეჟიმის მოსამართლეების საქეიფოდ შეკრება, ქალბატონ მარიზი. მოგესალმებით, მივესალმები ფორმულას მაყურებელს. მეც მადლობას მოგახსენებთ ესეთი გვერდში დგომისთვის, რომ თქვენ არა, ალბათ ვერ გაიგებდა მსოფლიო ამ დედების ტკივილს. და მადლობა ამისათვის. გუშინდელი სასამართლოს მოსამართლეების кейფი კარგი იყო ძალიან. იმიტომ რომ ძალიან კარგად დავიწყეთ და დავასრულეთ ჩვენი მათი кейფი. ჩვენ ისინი იყვნენ გუშინ ტყვეები და არა ჩვენი ბიჭები. იმიტომ რომ გუშინ ყველაზე დამცირებულები, რომელიც ალბათ მსოფლიო მიხილა, მე ვთქვი ეს სიტყვა და ვიტყვი ამცხვენი ამ სიტყვის. ისინი გუშინ რესტორანში წაკოზულები შევიდნენ. არ შესულან ისინი მუხლი მოიხარეს დედების წინაშე, ჩვენ წინაშე. ვერ გადააბიჯეს ბანერს, რომელიც იქ ქონდა და ამიტომ იძულებულები გახდნენ მურუსტიძე შიგნიდან აჩვენებდა რომ უნდა დაეხარათ თავი და ისე შესულიყვნენ. ალბათ ეს იყო მოფიქრებული, რომ ჩვენ ეს გაგვეკეთებინა. გაცილებით ლაღები იყვნენ ბავშვები და გაბწყინებული სახეებით ისხდნენ სასამართლო დარბაზში მოსამართლისგან და პროკურორებისგან განსხვავებით. იმიტომ რომ იმ ბავშვებმა იცოდნენ, რომ მათ არაფერი არ დაუშავებიათ. ძალიან არასოდეს არ მიქია ჩემი შვილი, მაგრამ ძალიან მომდის ახლა ზედმეტად ქება დიდება თორნიკეს, იმიტომ გამოიწვია ამ პროტესტმა და ამ დაკავებებმა ეს ამბავი. და სხვა გზა აღარა მაქვს ვამბობ იმას, როგორი ბიჭიც გავზარდე მე. სხვანაირი არ შეიძლება ყოფილიყო თორნიკე, იმიტომ რომ მე 9 აპრილიდან მოყოლებული მე სულ ესე ვიბრძვი. სულ. და ამიტომ ალბათ მაგასაც გამოყვა ის გოგოც ეგეთია ჩემი მარტო ბიჭი არა კიდევ კარგი რომ მადლობა ღმერთს ჩემს გარშემო ჩემი ოჯახის წევრები ყველანი ვართ ერთ პოზიციაზე. ეხლა ბათუმში იბრძვიან ჩემი ძმა, ძმისშვილები. ისინი იქ ცხოვრობენ. და იმედია, რომ აუცილებლად დავასრულებთ ჩვენ ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ახალგაზრდების პროტესტი ყოველთვის იმარჯვებს. ეს მოდის ოდითგანვე 78 წლიდან მე მახსოვს, იმიტომ რომ პატარა აღარა ვარ. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ ეს მშვიდობა, იმიტომ რომ იგივე უწევს ახლა ჩვენ შვილებს და ძალიან ცუდია ეს. ეს გამოიწვია იმ დღეს ჩატარებულმა, შაბათ ჩატარებულმა სასამართლომ. მე ყველგან თქვი და აქედანაც ვიტყვი, რომ მე ვიყავი ძალიან ემოციური იმ დღეს, იმაზე მეტად ემოციური ვიდრე სხვა დღეებში. ვთქვი იმის მერე, რომ ვიქნები უფრო მშვიდი სტუდიებში, იმიტომ რომ ის იყო სასამართლოს წინ, სადაც ველოდებოდით განახლებულ სასამართლოს და როცა შევედით დარბაზში, ბავშვები უკვე ციხეზე იყვნენ გადაყვანილები. ჩვენ იქ ვიყავით ჩვენი შვილებისთვის, თორემ მე უკვე ვიცოდი წინა დღეს როგორც დამთავრდა სასამართლო პროცესი, ისევ დამთავრდებოდა ეს სასამართლო პროცესი. მაშინ როცა სხდომის თავმჯდომარეს მოსამართლემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელემენტარული დარბაზი შეეცვალა. აი, ამასაც ვინმე უბრძანებს, რომ არ უნდა შეცვალოს დარბაზი. ბავშვი, მიმინოშვილის ბიჭი გახდა ცუდად უჰაერობისგან, იმიტომ რომ იმ სადაც საბრალდებო სკამი დევს, იქ იყო 7 პატიმარი და იყო 15 პოლიციელი. თვითონ მოსამართლესაც ეტყობოდა ალბათ უჰაერობაში რო იჯდა, ხო? და რაღაცა კარები გააღეს სადღაც, გეგონება იქიდან ის შემოვიდოდა. ამიტომ ბავშვი როცა ცუდად გახდა, გამოაცხადეს 15 წუთიანი შესვენება
მაგრამ მაინც არაფერი არ გამოვიდა და მე ეს ბავშვები იმდენ ხანს გამოიძახეს კიდე სხვათა შორის ძალიან კარგად მოიქცნენ ჩვენი ადვოკატები ყველა ძალიან ჯერ თავიდანვე მოითხოვეს დარბაზის შეცვლა თავიდანვე მოითხოვეს მოსამართლის აცილება იმიტომ რომ ჩვენ ეს არის დაწერილი სცენარი ხო ანუ წინასწარ დაწერილ რაღაც გაწყვეტილებას ეს უნდა გაიარო ადამიანმა რომ მე სხვას უთხრა როგორი იყო სასამართლო მე ჩემი შვილი არასოდეს მისულა პოლიციის კარებზე ამიტომ ყველაზე ძალიან რაც მტკენს ახლა გულს ამ უსამართლობას დაინახავს მანებდი თუ არ დაუნახია დაინახავს უსამართლობას იმიტომ რომ ისე რას გეუბნებათ ხოლმე როცა გაქვთ მასთან კომუნიკაცია ანუ აი როგორია მისი განწყობა ან რა აძლევს ძალას ან რა რისი თქმა სურს მას იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გაგვიგია სხვა შორის აი ამ რეჟიმის ტყვეებისგან რომ როცა მშობლებს ვხედავთო ტელევიზორშიო და როცა მათ საუბარს ვისმენთო ეს ძალიან სჭირდებათ და ძალიან აძლიერებს მათ აი თქვენს ძლიერდებით ალბათ კი თორნიკე მიცის რამდენად ემოციური ვარ მე იმიტომ რომ მე არ ვიხებ უკან რაც მინდა იმას ვამბობ იმიტომ რომ არ მეშინია დიახ ახლა რას მიზავენ ბოლო-ბოლო დამიჭერენ მე სხვა არაფერს ვერ იზავენ მაგრამ იმ დღეს რომ ძალიან ემოციური ვიყავი გოგოც მახდა შვილი და მას არ უთქვია იციან ხან და ხან შვილებმა შენიშვნების მიცემა არ მოუწია შენიშვნა გაცრემლიანი თვალებით მიყურებდა მე მაშინ თორნიკეს მიუმართე რომ არ ენერვიულა იმიტომ რომ ეს იყო ემოცია და შეუპირდი რომ მე ყველგან სტუდიაში აუცილებლად ვიქნები მშვიდი და ვიტყვი მაინც იმ სათქმელს რაც მინდა აუცილებლად თავიდან ჩვენც რა თქმა უნდა ნერვიულობდით არის ციხეს პირობები როგორია ყველაზე ცუდი ის არის რომ არაფერი არ შედის გარედან გარდა ჩასაცმელისა ხო შეიძლება შედიოდეს ხილი რამე იმიტომ რომ არ ვიცით იქ რა ხდება მაგრამ მე თქვა რომ აქ იყიდება ყველაფერი ამიტომ მადლობა რა თქმა უნდა ყველას რომ გვეხმარებიან ძალიან თუ არა ამას ვერაფერ შევძლებდით იმიტომ რომ უკვე ისე გართულებულად ციხეში პატიმრის შენახვა ძალიან რთულია და როცა შევხვდი სვიდანიაზე აი სასამართლომდე 2 დღით ადრე შევხვდი ძალიან მშვიდი წამოვედი იქიდან იმიტომ რომ მეშინოდა როგორი სახე ექნებოდა ფიქრობდი რომ რაღაც ფერფთალი იქნებოდა გამხდარი იქნებოდა მაინც მაგრამ არ დამხვდა ესეთი ხნედ არის კი ხნედ არის თან ღიმილით შევხვდა და მანამდესაც მითხრა წერილი მომწერა იქიდან რომ დედა მე შენ როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი მაშინ აღმოჩნდი აქ მაპატიე რომ ვერ გეხმარები თუმცა არ მინდოდა ასე მომხდარიყო იმიტომ როცა აქციებზე მიდიოდა მე სულ ვაფრთხილებდი რომ იყავი ფრთხილად არიან რომ მარტო იარეთ ჯგუფურად რომ უცბად ვიღაცა ნუ იცოდით როგორ ექცევიან კი ბატონო სულ ხაზზე ვიყავი იმიტომ რომ მე მიუხედავად იმისა რომ 9 აპრილიდან მოყოლებული მე სულ აქციებზე დავდიოდი და ბევრჯერ მაშინ ვიყავი პატარა გოგო სისხლიანი დასაცმლად მივდიოდი სახლში მე მაინც მეშინოდა უკვე შვილი სხვა რამე ყოფილა და მითხრა რომ მე უთხარი რომ შენ თუ არ ინერვიულებ ჩემს გამო მე 100 ჯერ უფრო ძლიერი ვიქნები იცის მან რამდენად ძლიერი ადამიანი ვარ თუ წაგაქცევს ალბათ წაგაქცევს შვილის ცუდად ყოფნა ხო ადამიანს ძალიან იდგა ჩემ გვერდში იმიტომ რომ 3 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა მოულოდნელად არ ვიყავი საქართველოში და ამიტომ თორნიკე იდგა ჩემს გვერდში ძალიან და მაგას დარდობდა უფრო მაგრამ მე შევპირდი მას რომ ყველას დახმარებით რა თქმა უნდა აუხსენი რომ აქ ხდება დახმარებები მან არ იცოდა ეხლა რა ხდებოდა შენ რომ იქნები ჯანმრთელად მეც ვიქნები ჯანმრთელად და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ აუცილებლად ერთად გავივლით ხელჩაკიდებული რუსთაველზე და კიდევ ერთხელ შევკრავთ დიდ ჯაჭვს გამარჯვებისას დარწმუნებული ვარ ამაში დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დატოვებს ქვეყანას დატოვებს იმიტომ რომ მან დატოვა საჩხერე მან დატოვა სოლოლაკი მან დატოვა გურეკი და ეხლა თავს აფარებს აბასთუმანში სავარაუდოდ აბასთუმანში რაღაც სხვაგან აღარ მსმენია რომ აქვს კიდე შემოღობილი რამეები ამიტომ ის და მე ნახოთ როგორ მოიქცევიან მოსამართლეები ჩვენ კიდევ წავალთ სასამართლო დარბაზში ოღონ იქიდან ხელ ბორკილებ დადებულს ვიხილავთ უკვე მათ იმიტომ რომ ჩემი შვილი ძინარი აყენეს ლოგინიდან და
ხელბორკილი დაადეს 12-მა პოლიციელმა. ტყუილს არ ვიტყვი და ცუდად არ მოგცევიან ბავშვს არც მერე, რა თქმა უნდა, მე შინოდა რომ მეთქი არც იმუნი, იმიტომ მე არასოდეს არ მიცემია ჩემი შვილი და ჩემისთვის ძალიან მენანება. ხო და ამაყი ვარ ქალბატონო თამარ, მე ჩემი შვილით, იმ ბიჭებით, ყველას მივესალმები. ისინი ყველა ჩვენი შვილები არიან. მე შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები ამ ბიჭების დედები, მამები, მშობლები, დები, ძმები, აი ისინი არიან საოცარი ხალხი რა, საოცარი ხალხი, რომ არც ერთი დაპატიმრებული არ არის ნასამართლები, არც ერთი. თორნიკე სწავლობდა კადეტთა ლიცეუმში, მე-9 კლასიდან გამოსული, მე რა ვიცი, ეთქობა ცოტა რეჟიმი იყო მძიმე და გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა. და იმის მერე სულ მუშაობს ბავშვი, რესტორნებში მიმტანია. ყველა ისე მიხასიათებს, კეთილია ძალიან. დაიბადა თბილისში, მაგრამ ყოველი ზაფხულს ატარებდა სოფელში და მას გამოყვა სოფლის სითბო. ლაღი იყო, ძალიან ლაღი. ხო და აი ეს სილაღე წაართვეს ამათმა. ამიტომ არ გავჩერდებით ჩვენ დედები. მე არაფრით არ ვაპატიებ ბიძინა ივანიშვილს, თავისი შვილები ყავდეს ევროპაში, ხან სად. და ჩემი შვილი ყავდეს ციხეში გამოკეტილი. არ ვაპატიებ მას, არც ერთი დედა არ ვაპატიებთ. იმიტომ რომ ცხოვრება რატო დაუმახინჯეს ბავშვებს, რატო მიახვედრეს პატარა ბიჭები, რომ უსამართლოა ეს ქვეყანა. რატო აგრძნობინეს. ჩვენ ისედაც ვიცოდით რაც იყო. მე აღარ მინდოდა ჩემ შვილს ის სიტყვები ეთქვა, რომ უსამართლოა ეს ქვეყანა. მას პოლიციელმა უთხრა სახლში, რომ შენ გაისროლე ქვა და ის მოხვდა პოლიციელს, საფეთქელშიო, რომელიც ახლა რეანიმაციის განყოფილებაშიო, რა თქმა უნდა ეს იყო ტყუილი და მე მაშინ მივხვდი თორნიკეს ემოციას, რომ ის მივხვდა, რომ მას ძალიან დიდ დანაშაულს აბრალებდნენ. ის მივხვდა იმას, ის არ იმოქმედა მასზე, რომ ნამდვილად მოხვდა და ვაი ახლა არ მოკვდეს პოლიციელი, არა. ის მივხვდა, რომ მას უკვე აბრალებდნენ დანაშაულს და ეგ იყო მისთვის ყველაზე ცუდი ალბათ იმ წუთში სახეზე შეეტყო მას ეს ყველაფერი. მაგრამ მე მას ვპირდები, რომ მე ვიქნები ძალიან ძლიერი და ის აუცილებლად გაიღვიძებს თავის სახლში დედასთან და დასთან ერთად. აუცილებლად მეც ამაში დარწმუნებული ვარ, ყველა ის პატიმარი ძალიან მალე უნდა დაუბრუნდეს ოჯახს. პატიმარი არა, რეჟიმის ტყვეები და ამ რეჟიმისგან უნდა გათავისუფლდეს. ყველა ამ პატიმრის ვარსკვლავს შევქმნი და ყველას სახელს დავარქმე. დიდი მადლობა ქალბატონ მარიზი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ჩვენი კიდევ ერთხელ გვერდში დგომა. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს თქვენი შვილი და ის ბიჭები, ვისი ნათელი სახეებიც ვნახეთ კიდევ ერთხელ აი ამ სასამართლოს ხდომაზე ორივე ყველა იცინოდნენ, მაშინ პირველ სასამართლოდან მხოლოდ მინოშვილი და ეხლა მართლა ღიმილის ბიჭები არიან ესენი, ყველა იცინოდა აბსოლუტურად და მადლობა რა თქმა უნდა თქვენ ყველას ამ ობიექტურ ტელევიზიებს რა თქმა უნდა რომ აი ესე ყველაფერს სამართლიანად აშუქებთ. ეს ჩვენ ხო ვიცით, მე ხო ვიცი რომ ეს ყველაფერი არის სამართლიანი, რასაც თქვენ აშუქებთ. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ თქვენ და თავისუფლებას ჩვენს ქვეყანას. კი, აუცილებლად კიდევ შევხვდებით. აუცილებლად. ჩვენ ყველგან მივალთ მოსამართლეები, ეს უკვე გადაწყვეტილია. ყველა მოსამართლის კარებზე, ყველა მოსამართლის კორპუსთან და მათ მეზობლებს გავაგებინებთ ჩვენ ხმას და გავაგებინებთ რამდენად ბოროტი მეზობლები ყავთ მათ გვერდით და ადამიანურად მეწოდებიან მათი შვილები. ხო, ნამდვილად. პასუხი არასოდეს ეკნებათ შვილებთან. ნამდვილად.